თუ ამ სამ რაღაცას აკეთებ, მაშინ ტატუს ძალიან ცუდად უვლი. პირველი შეცდომა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ემართება, არის ის, რომ ტატუზე ისვამენ ბევრ დამატენიანებელს, რომელიც არის ძალიან ცუდი. თუ თქვენი კანი ვერ შეძლებს რომ ისუნთქოს, მაშინ თქვენი ტატუც კარგად არ მოშუშტება. ამის შემდეგ გექნებათ კანზე გამონაყარი და ეს ზუსტად იმის ნიშანია, რომ თქვენი კანი ვერ სუნთქავს და ტატუ ვერ ახერხებს მოშუშებას. მეორე შეცდომა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ არ შეიძლება ქავილის დროს მოიფხანოს თქვენი ტატუ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტატუს მოფხანვა, რადგან პირდაპირ მოქმედებს თქვენი ხაზების და ფერის ხარისხზე. და კიდევ ერთი ასევე მნიშვნელოვანი შეცდომა არის ის, რომ არასოდეს ძალიან ბევრი ადამიანი არ ხმარობს მზისგან დამცავს. თუ თქვენ მზისგან დამცავს არ იხმართ, ძალიან მარტივად გაფუჭდება თქვენი ტატუს ფერი. იმიტომ რომ ტატუს მოშუშება არ არის მხოლოდ ის, რომ ზედაპირულად თვალისთვის შესამჩნევი იყოს, რომ თქვენი ტატუ მოშუშდა. ტატუს შეხორცებას აქვს ძალიან ბევრთვიანი პროცესი, რომელიც კანქვეშ ხდება და პირდაპირ აზიანებს მზე და რუჯი თქვენს ტატუს. მთელი ცხოვრების მანძილზე სჯობს წაისვათ ტატუზე მზისგან დამცავი, დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც პროფესიონალი ტატუ არტისტები გეუბნებიან და თქვენი ტატუები ყოველთვის ლამაზი იქნება, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. წარმატებებს გისურვებთ ყველას და თუ რაიმე კითხვები გექნებათ ტატუსთან დაკავშირებით, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და ყველას გიპასუხებთ.